თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის გამოძიების განახლებას მოითხოვს. შესაბამისი განცხადებით დღეს უკვე მიმართეს გენერალურ პროკურატურას. ოჯახის პოზიციაა, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უნდა განახლდეს და დასახელდნენ პირები, რომლებმაც ახალგაზრდა ქალის სუიციდამდე მიიყვანეს. ოჯახის ეს მოთხოვნა ახალი კონტექსტითაა გამოწვეული, მას შემდეგ რაც ოცნებამ აღიარა, რომ ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების უკან ყოფილი მაღალჩინოსნები იდგნენ, კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა. პროგრამისტის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს კავშირები შეიძლება გამხდარიყო მიზეზი, რის გამოც 23 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს ქვემო ფონიჭალიდან გაუჩინარდა 4 დღიანი ძებნის შემდეგ ის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ მაწევანის ტყესთან საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა საბოლოოდ გამოძიება შეწყდა დასკვნით, რომ ეს იყო სუიციდი. მშობლები კი თავიდანვე კატეგორიულად გამორიცხავდნენ თვითმკვლელობას და ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდა ქალი მოკლეს, რადგან მან თავის პროფესიული საქმიანობის დროს შემთხვევით მოიპოვა წვდომა საიდუმლო ფაილებზე ან სქემებზე, რომელიც მაღალჩინოსნების ინტერესებს ეხებოდა. საჩივარი შევიტანეთ, ეს იმან როგორც მოგეხსენებათ, შოთაძემ ყველაფერი გააყალბა, ჩაფარცხა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ გახსნილიყო. ვითხოვთ, რომ ეხლა ის გასაჯარავდეს ყველა ის ჩანაწერი და ამითი დამტკიცდეს, რაც მოხდა სინამდვილეში. სულ ვამბობდი, ჯერ კიდევ მაშინ და არა მაშინ კოლ-ცენტრების ამბავი ისეთი რაღაც ახალი ხილი იყო, რომ ლილუაშვილი არის ამ საქმეში ჩართული და სასაცილოდ არ ყოფნიდათ და როგორც აღმოჩნდა, თურმე სათავეში ყოფილა თვითონ და თვითონ ქონია ის კონცენტრები და კურირებდა ყველას და ყველაფერს და ეხლა ზის ციხეში და მაგის მოლოდინიც მაქვს, რომ ზუსტადაც რომ დაუმძიმდეს სასჯელი თუ კი რამით აქვს წვლილი მიღებული თამუნას ამბავში.